მოდი გავარჩიოთ საერთოდ პოლიციელს გავაწუნება სახეში როგორ ისჯება თუ არა რა ისჯება თუ არა პატიმრობით კაცო რო ისჯება ფაქტია ანუ რო უნდა ისჯებოდეს ფაქტია რაღაცით ანუ დასჯარი ჯარიმაც დასჯარი ადმინისტრაციული სამართალდაროა დასჯარი სიტყვერი გაფრთხილებას ხო დასჯარი სიტყვერი გაფრთხილებას მაგრამ უნდა ისჯებოდეს თუ არა ყველაზე მკაცრი სასჯელი ხო უნდა ამაშია საქმე კონტექსტ ხო აქვს მნიშვნელობა კაცო მაგალითად ახლა ზიავალოვლის საქმე გაშკად გასხდება ამ ზვედა რატენის საქმისგან მაგრამ მე არც ეს შემთხვევაში ჩავსვამდი ციხეში ვერ გავი რატომ უბრალოდ მაგრამ ეს უნდა გაირჩეს მარტო ჩვენ ვართ ვიც ამას ამბობს სამდვილეში უბრალოდ ისინი ამბობენ ზიამაყობლი გამოუშვით ოღონდ იმიტომ რომ ჩვენიანი არისო და ჩვენიანი ნაღდარი ყო იმიტომ რომ დაცენზურებული ვიყავით საერთოდ net გაზეთში და სამართლებრივი არგუმენტი მარტო ჩვენ თქვით. ან ფიზიკურად არავის არ გაუმეორებია სამართლებრივი არგუმენტი, რაც მეშვიდე მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიც უბრალოდ კრძალავს ადამიანის ციხეში ჩასმას ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც მართალია ერთი შეხედვით გავს დანაშაულს, მაგრამ თუ დაფიქსდები დანაშაული არ არის. მოკლედ შინაარსია რა, მორალია მუხლის. მაგალითით რო ავიღოთ, აი ადამიანმა მოგპარა ეს ასანთი, თქვათ. მოპარვა ეს არის ნიშნები არსებობს, ყველაფერი არსებობს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო რაღაც ასანთი არ წარმოადგენს ასეთ ღირებულებას, აღარ ჭიქა მოგპარა ადამიანმა, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ზუსტად ასევე აწითლებული ლოყა პოლიციელის, რომელიც თვითონ ამას ლოყა მიწითდა, არის თუ არა ისეთი ტიპის ღირებულება, როგორც ასანთი ხო არ არის ღირებულება პირობითად, ან ჭიქა ხო არ არის ესეთი ღირებულება, რაღაცა თუ არ ხდება 150 ლარამდეა. შენიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში. ჯერჯერობით 150 როცა ჩაიწერა, მაშინ 150 შეიძლება დღევანდელი 500 ყოფილიყო. ინფლაციის გათვალისწინებით ზოგადად რო წარმოიდგინო, შინაარსობრივად კანონმდებლის მორალით რა 150 რო ჩაიწერა, ის დღეს 500-ზე მეტია. 500-ზე ქვემოთ რაც არის, ის ვაფშე არ არის სისხლის სამართლის სფერო. და საერთოდ სხვა რაღაცით რეგულირდება. აქ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ვინ დაადგინა, ან რატომ შეიძლება ეს არგუმენტი არ ყოფილიყო, რომ პოლიციელზე, აი რაღაცა ჯანჯღარი პოლიციელის არ შეიძლება იწოვდეს, აი თვალი ხალხი რესტორანში რო ჩხუბობს. რაღაცა იჩხუბეს ბუიბუიანეს და აი მეორე დღეს შერიგდნენ. ხო, ანუ ხო არ შეიძლება იჭერდე ამ ადამიანს. ეს ხო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ამბავია, ვიღაცა წაეძიძგილავა რაღაცა ხნა. სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი ხო არ შეიძლება ის იყოს, რომ კიდევ უფრო გაამწვავოს კონფლიქტი. სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი არის კონფლიქტების აღმოფხრა. ან დროზე დასრულება. ხო და ამ კონკრეტული შემთხვევით დაასრულე ეს კონფლიქტი თუ თავიდან აღძარი. აი ამ ტესტზე ხო არავის არ ულაპარაკია. ინგა გრიგოლია რომ რაღაცა გიჟობას რო აკეთებს ეთერში. თემატური დებატები პერიოდი რო გაიძახოდნენ. მართლა რომ დამჯდარიყავი და საზოგადოება აღგვეზარდა. საზოგადოებამ რა იცის, აი რა იცის ხალხმა, რომელსაც არაფერი არ წაუკითხავს, არაფერი არ მოусმენია, ტელევიზიიდან პროპაგანდას ისმენს. იმაზე იურიდიულ განათლებაზე და სამართალზე ისეთი დებილური წარმოდგენა აქვს, რომ დღემდე გონია მოსახლეობის 90%-ს რომ თვითმკვლელობის თელობა ისჯება. ეს გონიათ გესმის? ამ ადამიანებს შენ ახლა თუ არ აუხსენი როგორ ხოცების პროპაგანდა ხო უფრო მარტივად დაარტყა პოლიციას დაარტყა დაჟადია პოლიციას და როგორ არ არის დაჟადი სულ ასე იყო ისტორიულად როგორც აი ნარკოპოლიტიკაზე გაქვს პრობლემა ის რომ დაბადებიდან ამ თაობამ ვინც ახლა არსებობს აი აწმყოში ცოცხალია დაბადებიდან იცის რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ცუდი კაცია ის დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებული და უყავდეს ის უფრო ნაკლებია ვიდრე ადამიანი და ამ წვენით მოძრაობს ესმის და იგივე გაქაკაც ანუ რა განსხვავებაა სისტემამ როგორც საბჭოთა სისტემამ როგორც ნარკოტიკებზე იმუშავა ისე თქვა რომ რავი მუნდირი არის მაგარი და რავი მუნდირს ვირცანცხვეს ყველას დედაცვატირე და ის რომ მუნდირზე უფრო წინ ადამიანი უნდა იდგეს და პოლიციელს იმიტომ არ უნდა დაარტყა რომ ადამიანია და არა იმიტომ რომ მუნდირიაცვია აი ეგ ხო არ გავაგებინეთ ამ საზოგადოებას ზვიად რატიან იჯდეს ციხეში თუ არ უნდა იჯდეს ზოგადად ჩვენ იდეალურ ქვეყანაში ზვიად რატიან იჯდება თუ არა მე ვამტკიცებ რომ არ იჯდება და ჩემ გემოვნებაზე მორგებულ ქვეყანაზე მაგრამ ეჭვმა აქვს რომ ნაცების გემოვნებაზე მორგებულ ქვეყანაში იჯდებოდა იგივე 100%-იანი ხო და ამიტომ თუ გავერკვიოთ იქნებ თქვენს მხარს უჭერთ მის დაჭერას გულის სიღრმეში იქნებ რავი ქვეყნის 80% ამ წესრიგ ჯობდა შევარდნაძის წესრიგი შევარდნაძის წესრიგი კეთილი რა მოხდა არ მარტო ხთამი არ იქნებოდა წარმოიდგინე ეგ რომ გეკრა აქეთაც გცემდნენ პოლიციელი მაგრა გცემდნენ მერე წაგართვებდნენ მაქსიმუმ $500 და გამოგიშვებდნენ და ახლა მოდი წარმოიდგინოთ რომელი მართლმსაჯულება უკეთესია მზია ამაღლობელის ხალის შემთხვევაში ანუ მაგას შევარდნაძის დროს შემეძებთ არიკადრებდნენ რა ჩვეულებრივად გაატარებდნენ მიშას როსაც კი მაგას იშვიათად კადრობდნენ არაკაცური იყო ეს ანუ სხვა ღირებულება
ცვლილებების გამო რა ვაფშე ან თუ რამე შეგიძლია სხვანაირად შეიძლება გააჩალიჩო ვიდრე ახლა ამას ებრძოლო. მაგრამ აი კონკრეტულად აი ზვიად რატიანის кейსი ავიღოთ. ზვიად რატიანის кейსის შემთხვევაში ყველა შემთხვევაში ცემდნენ შევარდნაძის დროს პასუხად კარგად ცემდნენ რომ არ დარჩენილიყო თვითონ რაღაცა ხელი არ შერჩენოდათ ესე რომ ვთქვათ გადაგახდებოდნენ კიდე ამდენიც ხონდა იმ წუთას რაღაცას და გამოგიშვებდნენ გარეთ მიშას დროს ცემდნენ კი არა ისე ცემდნენ რომ შეიძლებოდა რა ინვალიდი დარჩენილიყავი მე ციხეში ჩაგაგდებდნენ უბრალოდ რასაც ამდენსაც ხოცები აძლევდნენ შეიძლება მაგდენი არ მოეცათ ანუ ხოცებმა სინამდვილეში ამ თამაშით გაზარდეს პატიმრობის ვადა ის რაღაცა ჩვენ კეთილები ვართ კაი ციხე გვაქვს ეს გაყიდეს იმითი რომ ყველაფერში პატიმრობის ვადა გაზარდეს თვითონ პოლიციაც მალავს ასეთ ფაქტს ანუ ვიღაც პოლიციას ვაფშე არ უნდა რა რაღაცა ვიღაცამ ხელი გაულაწუნა ამის გამო ჯერ პროცესებზე იაროს მე ის გადაინტეროს მე მისი ოჯახი გადაინტეროს მე რაღაცა საერთო ნაცნობები აუცილებლად გამოჩნდება პატარა ქვეყანა ის გადაინტეროს ანუ რაღაცნაირად სხვანაირად გვარდებოდა რა ეს სიტუაცია ამ ქვეყანაში და ამათმა უბრალოდ ყველაზე საძულველ ადამიანებად აქციეს რაღაცა მუნდირ ჩაცმული, ხალათ ჩაცმული, მანტია ჩაცმული ხალხი, რომელიც საშიშია მიახლოებით